Ბოლო ცნობები უკრაინიდან ამ წუთებში პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთის შეერაღებულად ძალებმა კონტროლი დაამყარეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით კიევს, უკრაინის დედაქალაქში ამ წუთებშიც ისმის განგაშის სიგნალი. ჩვენი გადამღები ჯგუფი თავშესაფარში ჩაიყვანეს, სწორედ იქიდან ვთავთ დავით საგარელს. დათო, რა ხდება თქვენთან? დაახლოებით 15 წუთში ჩვენი 9 საათიანი ჩართვის დასრულების შემდეგ გაისმა სირენის ხმა და სასტუმროს ადმინისტრაციამ ჩაგვიყვანა თავშესაფარში. სამწუხაროდ მე ვერ ვიტყვი რა ადგილია ეს, სად ვიმყოფებით ჩვენ და ვერ გაჩვენებთ რა მდგომარეობა ირგვლივ, თუმცა გეტყვით, რომ ის არის კეთილმოწყობილი, აქ არის ყველა შესაბამისი და საჭირო პირობა იმისათვის, რათა ადამიანმა რამდენიმე დღის განმავლობაშიც კი გაძლოს ისე, რომ არ ავიდეს ზემოთ. რაც შეეხება ავიაიერის ჯერჯერობით მსგავსი არ მოგვისმენია, იყო რამდენიმე ყრუ აფეთქების ხმა, თუმცა კონკრეტულად ჩვენ სიახლოვეს ეს არ ყოფილა. დაახლოებით 30-40 კილომეტრის რადიუსი არის საუბარი. სავარაუდოდ დარტყმის ობიექტი გახდა ისევ რომელიმე სამხედრო ინფრასტრუქტურა, ვინაიდან დღეს რამდენიმე ასეთი შეტევა განხორციელდა დღის განმავლობაში, რომლის შესახებაც ჩვენ მოუყევით მაყურებელს. აქ ინსტრუქტორმა განგვიმარტა, რომ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მოგვიწევს ყოფნა, მანამ ვიდრე არ იარსებებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკვე შეგვიძლია დავტოვოთ ეს ადგილი და საფრთხემ გადაიარა. ასეთი მდგომარეობა გვაქვს ახლა ჩვენ. ნათია, დავით. მადლობა დათო, ეს დავით საგარელი იყო. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით კიევს პირდაპირ ეთერში.